მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დღეს ვაპირებთ წმინდანთა კანონიზაციის შესახებ ვისაუბროთ. Ამ საკითხმა აქტუალობა შეიძინა ამ ბოლო დროს არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში. ამის უმთავრესი მიზეზი კანონიზაციური ინიციატივებია. წმინდანთა კანონიზაცია კანონიზება არ წარმოადგენს საეკლესიო საიდუმლოებას, ანუ არ წარმოადგენს საკრამენტალურ ღვთელ მოქმედებას, მაგრამ მას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი საკრამენტალური და განმანათლებლური იმპლიკაციები. ჩვენ მიმართავთ წმინდანებს ლოცვით, შეწევნისათვის და ასევე წმინდანი თავისი ცხოვრებით ან აღსასრულით მიგვანიშნებს გზას უფლისაკენ. აქედან გამომდინარე ცხადი ხდება, რამდენად პასუხისაგები აქტია თვით კანონიზაციური ინიციატივების კი. ამ ძალიან უაღრესად რთული, მნიშვნელოვანი და ნიუანსირებული პრობლემასთან სასაუბროთ ჩვენთან მოვიწვიეთ თბილისის სასულიერო აკადემიის დოგმატიკისა და პრატოლოგიის კათედრის გამგე პროფესორი ედიშერ ჭერლიძე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგწონებისთვის. მადლობა რომ მომიწვიეთ. ბატონო ედიშერ, მოდით ამ პრობლემის ყველაზე ცენტრალურ, ყველაზე კვინტესენციური კითხვით დავიწყოთ. ზოგიერთ ადამიანს გულუბრყილოდ გონია რომ თავის სათაყვანებენ ან პატივსაცემ პიროვნებას კარგს უკეთებს, როდესაც ცდილობს რომ წმინდანად შერაცხოს. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც განასახებს იდეას, თქვა პატრიოტიზმის, სამართლიანობის, ფილანტროპიის და ასე შემდეგ და ცდილობს რომ იგი ეკლესიამ დააჯილდოოს ამ აბსტრაქტული თვისებების გამო, სათნოების გამო. რა რისკის ქვეშ დგება ამ დროს თვითონ ეს კანდიდატი წმინდანობისა და ადგილობრივი ეკლესიას არასწორი კანონიზების შემთხვევაში? დიახ, მოგესალმებით. პრობლემა გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი, საკმაოდ რთული არა იმიტომ რომ საკითხი დაუმუშავებელია. რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ. წმინდანობის რაობა ჯერ ეს რომ აღნიშნოთ თუ რას გულისხმობს. წმინდანობის რაობა დადგენილია მოციქულთა ეპოქიდანვე. სირთულეს განაპირობებს ეკლესიის გამოცდილების უწმინდესი ტრადიციის და ჩამოყალიბებული უცვალებელი პრინციპების ელემენტარული ან უგულებელყოფა ან და უბრალოდ არცოდნა. როდესაც თქვენ აღნიშნავდით რომ წმინდანობა ეს არ არის ღვთელმოქმედებითი რამ საიდუმლო, მართებული გახლავთ იმ კუთხით რომ არ არსებობს ღვთელმოქმედება წმინდანად შერაცხვისა. ისე როგორ დაუშვათ არსებობს ნათლისღების საიდუმლო, მირონცხების და ასე შემდეგ. არ შეიძლება ესეთ რამ არსებობს. არ შეიძლება, იმიტომ რომ წმინდანად ადამიანს ღვთელმოქმედებით ვერ გახდი, ყველა საიდუმლო, საეკლესიო საიდუმლო ემსახურება ადამიანის ცოდვებისგან განწმენდას. ნათლისღების საიდუმლო მოგეხსენებათ, პირველ ცოდვას ახოცავს და ყველა სხვა ცოდვას სინანული ნათლისღების შემდგომი ცოდვების ამხოცელია. რა თქმა უნდა, ზეთისხებაც ამგვარია და საკუთრივ ღვთლობის საიდუმლო ყველა ამის მომცველია და ასე შემდეგ, მაგრამ წმინდანობის ღვთელმოქმედების არარსებობა არ გულისხმობს თავად წმინდანობის საკითხის რამენაირად თავისუფალი განხილვის შესაძლებლობას. როდესაც ჩვენ აი ამაზე მინდოდა აღმენიშნა უპირველესად და ხაზგასმით, როდესაც ჩვენ რომელიმე რწმენით საკითხს განვიხილავთ, პირველ რიგში თუ გარკვეული არ გვაქვს ეს საკითხი, ეს თემა რა კატეგორიისაა, ძალიან თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, მანამდე მსჯელობის წარმართვა ვერანაირ სასიკეთო შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. გულისხმობ რას, თქვენი ეთერითაც არაეგზის აღმინიშნავს და წერილობითაც და ზოგადად ცნობილი გახლავთ რომ საეკლესიო მოძღვრება, ქრისტიანული სწავლება არის ორნაწილეთი, დოგმატური და არადოგმატური, ანუ ძიებითი. ეს ორი მხარე არა მხოლოდ ხარისხობრივად განსხვავდება, რომ დაუშვათ დოგმატური სწავლება ღვთისგან დაუწყები და გამოცხადებითი განუზომლად აღემატება ძიებითი გზით, კაცობრივი გონებით მოპოვებულ რაიმე შედეგს, ესე იგი არა მხოლოდ ხარისხობრივი განსხვავება, არამედ გამოხატულებითი ფორმითაც. დაუშვათ, როდესაც დოგმატზეა მსჯელობა, გამოხატულებითი ფორმა ამგვარი გახლავთ, რომ ჯერ დებულება, დოგმატია და მას მოჰყვება განხილვა. მაგრამ ამ განხილვის მიზანდასახულობა ის კი არ არის, რომ იმ დებულების, იმ დოგმატის აუკარგიანობა განჩხიკოს. ის მიღებულია როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება, როგორც აქსიომა, რასაც ეს სიტყვა ნიშნავს ბერძნულში, ანუ როგორც ღირსება, ყოვლადი ღირსება, აღნიშნული ტერმინი ამას ნიშნავს, მის ღირსება ჩვენ არ გამოვიძიებთ, არის თუ არა ის ღირსეული, ის უპირობოდ ღირსება, ჩვენ ეს აღიარებული გვაქვს და მოდევნებული მსჯელობა მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, რომ ჩავწვდეთ დოგმატს, განვიმარტოთ ჯერ ჩვენი თავისთვის და თუ
შესაძლებლობა გვექნება სხვასაც განუმარტოთ. ანუ ყოველთვის დოგმატზე მსჯელობისას ჯერ დოგმატია, ჯერ დებულება და მას მოედევნება განმარტებითი სახის, მხოლოდ და მხოლოდ განმარტებითი სახის მსჯელობა, რომ უფრო ღრმად ჩავთვლით მას. ისე როგორც დავუშვათ წმინდა წერილის მუხლი, როდესაც განიმარტება ამა თუ იმ ეგზეგეტისგან. ეგზეგეტი საკუთრივ ამ მუხლის შინაარსის ავკარგიანობას არასოდეს არ განჭხრებს. განმარტებას აწარმოებს წოდომას იმ მოძღვრებაში, რაც ნაუწყებია. მაშინ როცა ძიებითი საკითხი განიმარტება, ყოველთვის ჯერ მსჯელობაა და მსჯელობის ლოგიკური შედეგია ის, რაც ამ ძიების პროცესში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ. ანუ გამოხატულებითი ფორმაც განსხვავებულია. წმინდანობასთან დაკავშირებით ჩვენ გვმართებს პირველ რიგში მის განსაზღვრა. ნამდვილად ანალოგია, თქვენ უბრალოდ მე კი მივხვდი, ხო და აი ამ ანალოგიაზე მართალია წმინდანა ჩერაცხვის ღვთელმოქმედება არ არსებობს და რომ არ არსებობს, სწორედ ეს ირღვევა რა, იშვიათად და ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ თავად წმინდანობის რაობა ეს უცვალებელი დოგმატია. წმინდანთა კრებული არის ზეციური ეკლესია ერთმთლიანია ზეცისა და ამ ქვეყნისა, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ცათაშინა და ქვეყანაზე და მხოლოდ ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია სუფევს და ღიეს, მაგრამ ზეცად მკვიდრი ეკლესია ხორციელი თვალისთვის და უნახავია, უხილავია, ამ ქვეყნად გამოვლინებული იგივე ეკლესია უხილავიცაა და ამავე დროს ხილვადიცაა, ხილულში ჩვენც მონაწილეობთ, უხილავი წმინდანთა კრებულია და შესაბამისად წმინდანობა ესაა უცვალებელი უმყარესი დოგმატი და ამ დოგმატზე როდესაც ვშევლობთ, დებულებითი და პირველ რიგში გასათვალისწინებელი სწორედ ისაა, რაც დავარქვათ ასე წმინდანობის დოგმატს ქმნის გამოხატულებით ფორმაში. ეს დებულებითი გახლავთ ის, რომ აი ამიტომ არა ღვთელმოქმედება წმინდანობისა, რომ წმინდანად შერაცხვა ამ ქვეყნად არ ხდება. ამ ქვეყნად რომ ხდებოდეს ადამიანის წმინდანად შერაცხვა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ღვთელმოქმედებას განწესებული იქნება. წმინდანობა ესაა, რა თქმა უნდა, თავისი არსით ცათაშინა აღსრულებული, დავარქვათ ამას, იქ უკვე არის ეს ღვთელმოქმედება, სულიერი ღვთელმოქმედება, როდესაც მოღვაწე თავისი საქმით, თავის სულიერი საქმით და ერში ჭეშმარიტების, მაცხოვნებელი ჭეშმარიტების დანერგვით სათნო იყოფა ღვთისგან და ცათაშინა ცხოველთა წინში აღიწერება. ესაა წმინდანად პიროვნების შერაცხვა. არანაირი კი არ ქმნის წმინდანს, არამედ ამოწმებს წმინდანს. ეკლესია აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, ადასტურებს სინოდალური შეკრება მხოლოდ ადასტურებს და რატომ ადასტურებს? როგორც აღნიშნეთ, ეკლესია ერთმთლიანია, ჩვენ შეიძლება რაღაც ფორმალური გამოხატულებით ვისაუბროთ ზეციურ და ამქვეყნიურ ეკლესიაზე, მაგრამ ეკლესია ღვთისა იესო ქრისტეს მაცხოვრის ეკლესია ერთმთლიანია, როდესაც უფალი განკაცდა, როგორც ერთ-ერთი უადრესი ძეგლი გვაუწყებს ჩვენ, უხილავი ეკლესია ხილვადა და წარმოჩნდა და დაფუძნდა ჩვენს წინაშე, თორემ მოეკლესია ცათა და მზისა და მთვარის უწინარესია და რა თქმა უნდა ქვეყნის შესაქმნელზე უფრო ადრე არსებობდა და ესაა ერთი მხოლო ეკლესია, რომლის წიაღში წმინდანი როგორც კრებულნი ღვთელმოქმედების, საუფლო ღვთელმოქმედების ქვეშ მარადის არიან და ცათაშინა სუფევაში მაცხოვრის გვერდით. შესაბამისად ამ ქვეყნად ხილვად მყოფობაში ეკლესიისა, ამ ქვეყნიურ წირობაში და მსხებობაში ყოფობა ეკლესიისა გულისხმობს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს არანაირად მოწყვეტას იმ თავისი საფუძვლებისგან და ამიტომ ზეციურ ეკლესიაში წმინდანად აღრიცხული, წმინდანთა კრებულში წმინდანად აღრიცხული პიროვნება, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნად ხილვადად გამოვლინებული ეკლესიისთვისაც საცნაურია, იმიტომ რომ ერთმთლიანია ეს და შესაბამისად ცათაშინა შერაცხილი პიროვნების შესახებ მყისვე სულიერი უწყება ამ ქვეყნიურ ხილვად ეკლესიაშიც გამოვლინდება, სულიერი ხედვა ეკლესიის ამას განჭვრეტს და ხდება ამის მხოლოდ დამოწმება და ჩვენთვის ერისთვის, მრევლისთვის უწყება და შეტყობინება იმისა, რომ ცათაშინა აღწერილ არს ესათა ეს მოღვაწე, ახოვანი მხედარი ქრისტესი და ჩვენ იმიტომ ვიღებთ ამ შეტყობინებას, რომ კიდევ ერთი დიდი მეოხი ღვთის წინაშე და ჩვენი გვერდით მყოფი და შემწევნელი და დამხმარე ამ ქვეყნად მრავალი საცთურისა და უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენს წინაშე წარმოჩნდება, ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არა იმ წმინდანისთვის თვითონ. როდესაც ჩვენთან ასეთი ფორმები გამოიყენება, რომ წმინდანად შეირაცხეს თუ ის პიროვნება წმინდანთა დაში აყვანებული, ეს ყველაფერი თუ მხოლოდ პირობითად არ გამოვიყენეთ ჩვენ ეს გამონათქვამები და პირდაპირ მნიშვნელობით გავიგეთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განდგომილნი ვიქნებით ჭეშმარიტი სწავლებისგან წმინდანობის დოგმატის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, წმინდანად შერაცხვა ამ ქვეყნიური მოვლენა არანაირად არ გახლავთ, ამ ქვეყნად ხდება მხოლოდ დადასტურება, დამოწმება და ერისთვის საცნაურყოფა
რომ ახოვანი მხედარი შეიძინეს მათ და კიდევ ერთხი შემწედა მეოხი მათი მოღვაწეობის გზაზე, აი ამის შეტყობინება ხდება ერისთვის, ამის დადასტურება და ამიტომ არ არსებობს არანაირი ღვთელმოქმედება წმინდანად კანონიზებისა. სინოდალური ოქმი, როგორც თქვენ მართებულად აღნიშნეთ, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ცათაშინა აღსრულებული საიდუმლოს, ღვთელმოქმედებითი მაცხოვნებელი საიდუმლოს, ანუ ცხოველთა წინში აღრიცხვა, როდესაც ხდება ამა თუ იმ მოღვაწისად, აი ამ საიდუმლოს შეცნობას და ჩვენთვის მრევლისთვის ამის გაცხადებას. ესაა სინოდალური უწმინდესი შეკრების მიზანდასახულობა, რომელსაც თუ ის ღირსეულია ამ სინოდალურ შეკრებას ყოველთვის უწინამძღვრებს სულიწმინდის მადლი და ამ სულიწმინდის მადლით ღვთივგანბრძნობილი მართლმადიდებელი სინოდი განჭვრეთ ზეციურ ეკლესიაში აღსრულებულ მოვლენას და ამ ქვეყნად, როგორც უკვე აღნიშნეთ, ცხოვართა, ანუ მრევლის წევრებთა წინაშე ამ შეტყობინებას საცნაოდ ხოვს. მაგრამ თუ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს დადგენილება კმარა წმინდანად კანონიზებისთვის, ასეთი რწმენა გვაქვს და თუ დავუშვათ მივაღწიეთ იმას, რომ სინოდმა მიიღო მსგავსი დადგენილება. რა ხდება თვითონ იმ პიროვნებასთან დაკავშირებით? ანუ ვითარება ასეთია, პიროვნება ცათაშინა აღწერილი არ არის, ანუ წმინდანთა დასში და კრებულში არ არის, აქ მოხდა რაღაც მძლავრებითი წესი, ძველადაც ხდებოდა, სხვა თუ არაფერი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც მართალი ექვსი სხვა პრინციპები იყო, ნაჩქარევი მოვლენა მოხდა, როდესაც არსენი ქართლის კათალიკოსად მამამისმა თავისი გავლენის გამოყენებით ნაჩქარევა დაკურთხა. ის მაინც კათალიკოსი იქნებოდა, იმიტომ ღვთისნებით ის კათალიკოსად იყო განჩინებული თავისი მოღვაწეობის ღვთისგან სათნოყოფის გამო. მაგრამ მამამისმა იჩქარა კაცობრივი ძალისხმევით და მსგავსი რამ იმას აღნიშნავ, ყოველთვის ხდებოდა სინოდალური შეკრებანი, მრავალი ყოფილა, უაღრესად თომილი, გაუკუღმართებული, შემდგომ ღირსეული ღვთიგაბრძნობილი სინოდისგან მხილებული და სხვა. და აი ამგვარი რამ თუ მოხდა რომელიმე ქვეყანაში, პიროვნება არ არის აღრიცხული წმინდანთა შორის, სად არის ის? რა თქმა უნდა, ეკლესიური სწავლებით, ვინც არ არის ცათაშინა, ის არის აუცილებლად ქვესკნელში, არის ჯოჯოხეთში, არის ჯოჯოხეთის ტანჯვაში. და ასე დროს რა ხდება? შეიძლება ეს პიროვნება მარადიულ წარწმედაში კი არ არის, გამოხსნადია, არის ნაწილი ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებიც გამოხსნადნი არიან ეკლესიური სწავლებით, ჩვენ ამაზე ადრე სპეციალური წერილის გამოვაქვეყნეთ ისეთი დიდი მოღვაწის მოძღვრების განხილვისას, როგორც წმინდა მარკო ზეფესელი გახდათ, ერთ-ერთმა ყველაზე ხმად ვინც ეს საკითხი შეისწავლა და თეოლოგიურად ჩვენ წინაშე წარმოადგინა, ეს უდიდესი მოღვაწე გახლავთ, რომელიც კაფეორ მსჯელობს იმაზე, რომ საიქიო სამკვიდრებელი ორი გახლავთ, სასუფეველი, ზეცა და ჯოჯოხეთი, ანუ წარწმედა იგივე ქვესკნელი, მაგრამ ამ ორი სამყოფელისადმი კაცობრიობა სამნაწილედია. ერთნი, რომლებიც გარდაცვალებისთანავე ცხონებაში მიდიან განწმენდილობის გამო, მეორენი, რომლებიც მომაკვდინებელი ცოდვის ცნეულნი არიან და ჯოჯოხეთში მიდიან და ვერასოდეს იქიდან ვერ გამოიხსნებიან, მაგრამ შუალედური ნაწილი კაცობრიობისა, რომლებიც არც მომაკვდინებელი ცოდვით არიან ცნეულნი და შესაბამისად მარადიულ წარწმედას არ იმსახურებენ, მაგრამ მაინც გარკვეული ლაქები გაიყონეს ამ ქვეყნიდან და არც მყისიერი ცხონების ღირსნი არ არიან, აი ისინი ჯოჯოხეთში მიდიან, თუმცა ისინი გამოხსნადნი არიან ჯოჯოხეთისგან და მაგრამ ლოცვას საჭიროებენ შეწყვეტა. და აი ამას სწორედ ამაზე მოგვწევს, სწორედ ამ შუალედური ნაწილისადმია განკუთვნილი საეკლესიო და ჩვენი მათდამი აღსრულებული ამ ქვეყნიური მსახურება. საერთოდ გარდაცვლილთა მიმართ მსახურების მხოლოდ სამი სახეა ცნობილი, ყველაზე ქვემოა, ყველაზე უფრო ესე იგი ნაკლებ ძალმოსილისგან რო დავიწყოთ, პირადი ლოცვა გახლავთ, შემდგომ ესე ქველმოქმედება მათ სახელზე და ყველაზე მნიშვნელოვანი საღვთო ლიტურგიის აღსრულება, ღვთელმოქმედების, საეკლესიო ღვთელმოქმედების და ღვთელმოქმედებაში უზენაესის საღვთო ლიტურგიის აღსრულება მათზე. აღწერილია შემთხვევები, როდესაც მათ ჯოჯოხეთის ტყუებისგან ვერასოდეს რომ თავს ვერ დააღწევენ, ასეთი პირებისგან მიიღეს სწორედ უწყება იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნად აღსრულებული საღვთო ლიტურგიის რაღაცნაირი სიკეთე მათაც კი მიეფინებათ, იმდენად ძალმოსილია ეს მსახურება. მაგრამ რა თქმა უნდა, ლიტურგია განკუთვნილია მხოლოდ გამოხსნადთათვის, ჩვენი პირადი ლოცვებიც მხოლოდ გამოხსნადთათვის არის და ქველმოქმედებასაც ჩვენ გავიღებთ მხოლოდ იმათზე, რომლებიც გამოხსნადნი არიან. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ეს ხომ არ არის ეკლესიის მხრიდან რაღაც გულმოწყალების ნაკლებობა, რომ აი დანარჩენებზე, ისეთებზე, რომლებიც ითვლება, რომ გამოუხსნელნი არიან, არანაირ ქველმოქმედებას არ აღასრულებს საეკლესიო მსახურება. აქ ერთადერთი მიზანი, როდესაც ეკლესია არ განავრცობს თავის
შემწევნელ მსახურებას იმ პირებზე, რომლებიც გამოუხსნელი არიან, ერთადერთი საფუძველი ის გახლავთ, რომ როგორც ღვთისგან არასოდეს ფუჭი მოქმედება არ აღესრულება, ღვთის სულიერი სხეულისგან, ეკლესიისგანაც არასოდეს ფუჭი მოქმედება არ აღესრულება და ვერანაირი მსახურება გამოუხსნელი ცოდვით აღსრულებულს ვერ უშველის და ამიტომ ფუჭი იქნებოდა და ტყუილი ნუგეშის მიცემა მათი ჭირის უფალისთვის თითქოს რაღაც სახურება შესრულდებოდა და ისინი დააღწევდნენ თავ ჯოჯოხეთი ფუჭი მოქმედების აღსრულებელი, რადგანაც ეკლესია არ არის, შესაბამისად ის არასოდეს არ აღასრულებს ისეთ სახურებას, რაც შედეგს ვერ მოიტანს. შედეგი მოაქვს და ნამდვილად შემწევნელია საეკლესიო ის სამი სახე მსახურებისა, რაზეც აღვნიშნეთ, მხოლოდ იმ ათდამი, რომლებიც გამოხსნადნი არიან. და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც პიროვნებას ჩვენ წმინდანად შევრაცხთ, რა თქმა უნდა, მისდამი აი ეს მსახურება წყდება, იმიტომ რომ ის თვითონაა ჩვენი მეოხი, თუ ჭეშმარიტად წმინდანია პიროვნება, მისდამი ჩვენ პანაშვიც კი არ გადავიხდით, მისდამი ჩვენ მის სახელზე ლიტურგიას კი არ აღვაწლებთ, პირად ლოცვებში კი არ ვიხსენიებთ, რომ ღმერთო შეეწიე მას და ქველმოქმედებას მის სახელზე კი არ ვიღებთ, პირიქით მას მოუხმობთ ჩვენ და შემწევთ. შესაბამისად, წმინდანისადმი არანაირი ეს სახეობანი მსახურებისა აღარ აღესრულება და რა შედეგს ვიღებთ? პიროვნება აღარ არის წმინდანი, კვლავ ჯოჯოხეთშია ჩვენ შეწევნა საჭიროებს ჩვენს ესე იგი პირად ლოცვებსაც გულისხმობ, რა თქმა უნდა მათ სახელზე ქველმოქმედებას და ჩვენივე ძალისხმევით, როდესაც სამღვდელო მსახურების ღირსად გავხდით ამ პიროვნებას, რომელიც ჯოჯოხეთში. აი ამ ყველაფერს მოწყდება ის და რა თქმა უნდა მას უმძაფრდება და უძლიერდება ის ტანჯვანი, რაშიც იმყოფება ჯოჯოხეთში და პირიქით ყალბად მოიხმობთ მის სახელს. ანუ ორი უმძიმესი ცოდვის ქვეშ ვექცევთ. ერთი ყალბის მფრინველობისა, რომ წმინდანად გონია პიროვნება და მას მოუხმობთ შემწევდა ეს ფუჭია, რაღაც უმძიმეს შემთხვევაში, როდესაც მისი იმედი გვაქვს და მოიხმობთ ეს ფუჭი მოხმობა, თურმე, იმიტომ რომ თვითონ გაჭირვებაში მყოფი და იქეთ შეწევნის საჭიროებელი შენ როგორ შეგეწევა და ასეთ დროს მას მინდობილნი ჩვენ შეიძლება თვითვე აღმოჩნდეთ წარწმენილნი და ამას სოფლის ვნებათაგან წარწაცებულნი, რადგანაც ის ვერაფერს ვეღარ გვიშველის და ფუჭი იქნება და ანუ ესაა აშკარად გამოხატულებული ყალბის მფრინველობითი უმძიმესი რამ შეწოდება და მეორე ის რომ პიროვნებას იმ პიროვნებას რომელიც ჩვენთვის ესონენ ძვირფასია ვაკლებთ მისთვის ყველაზე საჭიროს ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ეს შობელი იქნება, შვილი იქნება, მეუღლე და სადღაც ის არის ჩაგდებული და უშუალოდ რაღაც ორმოში, ხაროში, მთხრელში ძველ ქართულად რომ თქვა და მას ესაჭიროება შეწევნა წყალის მიწოდება სხვას რო თავი დავანებოთ. ამ დროს ვიღაც მოვა და გვეუბნება რომ ის ამოვიდა ამ მთხრებლიდან, ამ ხაროდან, ამ ორმოდან და მოემართება და არავით არ დახმარება მას აჭირდება და ჩვენ რა თქმა უნდა ასე ვთქვათ გადავიფიქროთ მისდამი შეწევნა და ამ დროს ის უმძიმე სატანჯველში იყოს და ერთი წვეთი წყალიც კი მისთვის იყოს უდიდესი ესე იგი შემწევნულობითი ძალის მქონე. დაახლოებით ამგვარია პიროვნებანი ისინი რომლებიც ჯოჯოხეთში მყოფობენ და ყალბად მოხდება მათი კაცობრივი ძალისხმევით ამ ქვეყნიური რაღაცა აქტით თუ მოქმედებით თითქოს და წმინდანად კანონიზება და მომენტალურად მათ სახელზე საეკლესიო მსახურების ძალიან სიფრთხილეა საჭირო, აი ძველად მოწამეებზე იცოდნენ. აი ძველად ყველაზე ძლიერი არგუმენტი წმინდანთა აქვს. ეს იყო რომ ცოდნა რომ ეს ადამიანი წმინდაა. ამიტომ მოწამეები თქვა, absolutურად მართალია. მოწამეები ან ღვთისმოსავი მამები, რომელთაც ცხოვრებაში აშკარად ვლინდებოდა აი სრულყოფილი სათნოების სასწაულები. თქვენ ბრძანებთ რომ ეს ვლინდებოდა მათ ცხოვრებაშივე, ვიდრე ეს ხორცში იყვნენ, ხილვადად. და ეს ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამას აი თანსდევს ის რაც არაფრნაირად არ შეგვიძლია დავავაშორო ჩვენ ამას, რომ ეკლესია, რომელიც საღვთო ცოდნით არის, სულიერი ცოდნით გამშვალული თავის წიაღში შერთულს, რა თქმა უნდა, მაშინვე აცნობიერებს და ამ ქვეყნად ეს ხილვადად გვაუწყებს. თუ ვიფიქრებთ, რომ აი წმინდანად შერაცხვა ამ ქვეყნად ხდება და დაუშვათ რაღაცა აქტით, სინოდალური შეკრების აქტით ხდება პიროვნების კანონიზება, მაშინ ჩვენ აურაცხელი აქტი უნდა გქონდეს დღეს ხელთ. იმიტომ რომ რამდენი წმინდანია, ერთი აქტიც არ არსებობს, არავითარი აქტი არ არსებობს იმაზე, რომ წმინდა გიორგი კანონიზებული იქნა ამადამ სინოდალურ შეკრებაზე. არავითარი აქტი არ არსებობს, არც წმინდა ნიკოლოზი მოციქულებზე ხომ საუბარი ზედმეტია და საერთოდ არც ერთ მოღვაწეზე ჩვენ არა გვაქვს სოფლიო კრებანი იმართებოდა, სოფლიო კრებათა ეპოქაში საერთოდ რაც კი წარმოჩნდა, გამოვლინდა, ის უნდა იყოს ყოველთვის ჩვენთვის სანიმუშო, იმიტომ რომ იმის შემდგომ პრინციპული, მნიშვნელოვანი, ანუ დოგმატური არაფერი აღარ შეიძლება სიახლის კუთხით შემოვიდეს. ყველაფერი რაც დოგმატურია დადგენილია, რა მღვდელმოქმედებითი დოგმატიკა იყო, ესეც ყველაფერი
არის ჩამოყალიბებულია, რამდენი ადგილობრივი კრება იყო, რამდენი სოფლიო კრებათაგანვე სანქცირებული ადგილობრივი სინოდალური შეკრება იყო და თვითონ სოფლიო კრებებიც. მაგრამ გვაქვს კი სადმე თუნდაც ერთი სინოდალური აქტი, რომ შეიკრიბა წმინდა სინოდი და დაადგინა, რომ ეს მოღვაწე შეირაცხოს წმინდანად. მსგავსი რამ არ არსებობს, რაც გულისხმობს სწორედ იმას, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ პიროვნება ჯერ თავისი ცხოვრებით ცხადყოფდა თავის გამორჩეულობას და შემდგომ, როდესაც უფალმა ისათნოა მისი ამქვეყნიური მორკინალობა ვნებებთან, ადამიანთა შემწედ წარმოჩნდა და სხვა და სხვა, რა თქმა უნდა, ეს ცხოველთა, იგივე პირმშოთა, ანუ ცოცხალთა ეკლესიის წევრი გახდა, წმინდანად შერაცხვა სწორედ და შეირაცხა, ეს არის თვითონ სიტყვა შერაცხვა, ამას იწვევს, რომ ის შეირაცხა ცათაშინა იმის ღირსად, რომ წმინდანთა კრებულის წევრი იყოს. და ცხადია, ამის შემდგომ შეტყობინება ღვთივ მჭვრეტი სინოდისგან, რომელმაც განჭვრიტა ეს მოვლენა, იმ მადლით, რაც სულიწმინდისგან ეძლევა ყველა მართლმადიდებელ სინოდს, როდესაც ის უცნობელი თვალით ხედავს ჭეშმარიტებას, აქედან ზეამზერილი თვალით ყოვლადწმინდა სინოდი განჭვრეტს ამ რეალობას, ამ უდიდეს სინამდვილეს და როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, შეტყობინებას, უწყებას, ანუ დამოწმებას ერის წინაშე ამ წმინდა მოვლენისას აღასრულებს. ბატონო, აი წმინდანის უმთავრესი თვისება, ფუნქცია ეს არის ჩვენება გზისა ქრისტესაგან. აი ეს თვითონ ეს პრინციპი, რომ რაღაც ვთქვათ აბსტრაქტული სათნოების გამო წინაშე ეს უფრო ანტიკური საბერძნული წარმართული პრინციპია, როდესაც ნახევად ღმერთებიან, ღმერთებად აცხადდნენ რომელი რაღაცით გამორჩეულ პიროვნებას. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ახლა ეს ზოგადი სათნოება, რაც ახლა აღნიშნეთ თქვენ, თავისთავადაც ბუნდოვანი ცნება, ჩვენ ეს არის ყველაზე აღნიშნა, მართალი ბრძანდებით, აი ის მინდოდა აღმენიშნა, რომ წმინდანობის დოგმაზე როდესაც საუბრობ, ამ დოგმატის ფორმა, აი ვინ არის წმინდანი? წმინდანი საეკლესიო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით აბსოლუტურად გარკვევით და დადგენითა და უცვალებლად მხოლოდ ის მოღვაწეა, რომელიც თავდადებულია მაცხოვრებელი სარწმუნოებისთვის. თავდადებულია ჯერ თავის თავში რომ აღივსოს და განიმშვალოს ამ სარწმუნოებით და შემდგომ მოხფინოს თავის გარშემო ეს მაცხოვრებლობითი ჭეშმარიტება. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობ და დღეს ყველაზე უფრო მოტივირებული ეს მხარე გახლავთ, რომ პიროვნება გამოირჩევა საერო ღვაწლით, გნებავთ სათნოებითი, რა თქვენ ბრძანეთ და ერისკაცობით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიკეთეა სათნოებითი გამო, რაც სათნოებად გაიგება ზოგადი საერო თვალისგან. ისიც სიკეთეა და თავისთავად ცხადია და მით უმეტეს დიდი რაღაც საერისკაცო საქმე თუ აქვს პიროვნებას გაკეთებული, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოა ეს ყოველივე თუ მათ ორივე მხარეს არ უწინამძღვრებს და წინ არ უძღვის თავდადებულობა სარწმუნოებრივი მაცხოვრებელი ჭეშმარიტისა. ანუ განწყობა და თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება საქმითი დადასტურება მაცხოვართან თანამოწამეობისა, თანაჯვარცმისა, თანადაფლვისა და მასთან ყოვლადიდებული თანააღდგომისა. თანამეუფე, ყველა წმინდანი არის თანამეუფე მაცხოვართან და ის თანამეუფე როგორ გამოჩნდება მაცხოვართან, თუ მასთან ერთად ჯვარს არ ეწვა, არ დაეფლო და არ აღდგა და შემდგომ არ ამაღლდა ზეცად. აი ეს გზა უნდა გამლოს ან სულიერად, ან როცა ამის აუცილებლობაა პირდაპირ საქმითი ხორციელი დადასტურებით ყველა მოღვაწემ და მხოლოდ მაშინ ხდება ის წმინდანი. ვერანაირი სხვა საერო ღვაწლი პიროვნებას წმინდანას ვერ გახდის, იმიტომ რომ საერო ღვაწლი თავისუფლად შეიძლება აღასრულოს სხვა სარწმუნოების ადამიანმაც, საერთოდ ურწმუნომ ათეისტებისგან ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული, რაც დასაფასებელია და ეკლესია არასოდეს არ უარყოფს ამას, ძალიან ბევრი ღირსეული, მათგან აღსრულებული საქმე ვიცით, პატივს ვსცემთ მათ, მაგრამ ეს ყველაფერი მიმართულია არა იმ მაცხოვრებელი სარწმუნოების ჯერ თავის თავში აღსრულებისკენ და შემდგომ მრევლში დანერგვისკენ, რაც როგორც ვეკითხავთ, უპირობო საფუძველია წმინდანობისა, არამედ რაც მათ ამ საერო ცხოვრებაში ჩათვალეს ღირსეულად, იმ კუთხით წარემართა მათი ცხოვრება. ეს ღირსეულია, კარგია, ნებისმიერი ეროვნული ღვაწლი მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ეროვნული ღვაწლი გაგებული იქნება როგორც სხეული და მასში აუცილებლად მაცხოვრებელი სული, ცხოველმყოფელი ყოველი ეროვნული საქმისა, რასაც ეს პიროვნება თავის მოღვაწეობაში ავლებს. ბატონო დეშა, მოწამეების შემთხვევაში, აი თქო, მოციქულების, მოწამეების, წინასწარმეტყველების, ღირსი ღმერთშემოსილი მამების შემთხვევაში აშკარად ვლინდებოდა აი ეს წმინდანობა ადამიანში და მაგრამ უფრო პრობლემატურია თანამედროვე ეპოქისათვის ყველაზე მეტად პრობლემატურია ერისკაცების კანონიზება. ისტორიული თვალსაზრისით აი საქართველოში და სხვაგან როგორი კატეგორია აი როგორი კატეგორიის ხალხი ხდებოდა კანონიზება აი საერო ხალხისა და რა იყო უმთავრესი საფუძველი? აბსოლუტურად გამართლებული შეკითხვა, მისადაგებული დღევანდელ დღეს. დღეისათვის, რა თქმა უნდა, როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ და
იგულისხმებთ თქვენს კანონიზების ძირითად საერო ადამიანის კანონიზება როდესაც ხდება, თუმცა ეს მარტო საეროთიც აღარ იფარგლება დღეს, სამოდელოც ამ ნიშნით განისაზღვრება თვითონ სამოდელოთაგან პირდაპირ თქმით, თუ ის ეროვნული ღვაწლითაა გამორჩეული, აი ამ ეროვნული ღვაწლის მხარე გამოკვეთს ნაწილში, ანდა შეიძლება ზოგჯერ ძალიან უდიდეს ნაწილში ერისა, ამა თუ იმ პიროვნების თითქოს და დამსახურებას, რაც უნდა განისაზღვროს წმინდანობის ხარისხით მისდამი მიკუთვნებით. აქ ასეთი ამბავია, ეროვნულობა არის ორი გაგების, ერთი კერძოობითი, რასაც ჩვენი ყოფითი ხედვით ეროვნულობას უწოდებთ, აი დაუშვათ სწრაფვა იქეთკენ რით აღვემატებოდეთ სხვა ერებს, რა გვაქვს ყველაზე უფრო უმჯობესი, უკეთესი, სხვისგან რითი გამოვირჩევით და გამოვირჩევით ხილსებითა და სხვა და მეორე ის ჭეშმარიტი, რაც ერთადერთი სახეა ეროვნულობის განსაზღვრისა მართლმადიდებელ ეკლესიაში, ვინ არის ეროვნული მოღვაწე, აი ესეთი კითხვა რომ დაისვას, ეროვნული მოღვაწე არის მხოლოდ ის, ვინც მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას ნერგავს თავის ერში. პიროვნება შეიძლება ვერ გაწვდეს ერთს თავისი თავით მაგალითად მეუდაბნოენი, მაგრამ ეს ხორციელად არის თავის-თავით შემოზღუდული, მისი საქმე ღაღადებს მთელი ერის წინაშე სულიერად, მაგრამ შეიძლება პიროვნება თვით ხორციელი ცხოვრებითაც მიმოეფინებოდეს ერთს, მოგზაურობდეს, გადადიოდეს სხვადასხვა რეგიონში ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ეს საეკლესიო სწავლებით ეროვნულ მოღვაწედ, თუ მთელი მისი ეს ძალისხმევა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მაცხოვნებელი სარწმუნება დანერგოს ხალხში და რატომ? იმიტომ რომ მაცხოვნებელი სარწმუნება თვითონ ცხონება ესაა გადარჩენა. დაღუპვის უფსკრულისკენ მივექანებით ეს ცხოვრება არის დაღუპვის ჩანჩქერი ახლოვდება და თუ ვინმე ჩვენ როდესაც მივექანებით აი ამ უფსკრულისკენ ნაპირზე გამოგვარიდებს, ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა გაგვიკეთოს. ყველანაირი სხვა მხარე მოღვაწეობისა ამ დროს ყალბია, ჩვენ იქ არ შეგვიძლია როდესაც მივექანებით უფსკრულისკენ რაღაცა მოიცალოთ იმისთვის რომ ფიქრი დავიწყოთ იმაზე ეს მდინარის ვითარება როგორია, ეს რაღაცა რაზეც ხელი გვიპყრია და ვინ არჩუნებს ჯერ კიდევ დაუნთქმელობას ამ მდინარეში, რა ვითარება მზე როგორია, სამყარო როგორია. ჯერ ნაპირზე უნდა გავაღწიოთ, გავიდეთ და როგორც უფლის სიტყვებია თვითონ ჯერ სასუფეველი მოიპოვოთ და დანარჩენი ყველაფერი ღვთის შესაქმის განჭვრეტად შემდეგ შეიძლება მთელი მოცლილობითა და მთელი მოცალეობით, როდესაც ადამიანი უკვე გადარჩენილია, თუ რომ წარწმედისგან თუ მიექანები და შენის წარწმედაში ვერ ესე იგი ნაპირზე გამოსვლაში ვერ დაგეხმარება, ეს ყველაფერი იმ წუთში უნდა მოიშორო, რაც გადაგარჩენს, რაც ნაპირისკენ მიგდრებს, რაც იმ ნაპირზე უსაფრთხო ნაპირზე აგიყვანს, პირველ რიგში ამაზე უნდა იყოს ზრუნვა. ამიტომ ჭეშმარიტი მოღვაწე ერისა, სწორედ ისა, ვინც ერს ამ უბსკრულისგან განრიდებას usახავს მიზნად, თავს დადებს ერისთვის ერთი ადამიანის რომ როგორმე ამ ტალღებისგან გამოარიდოს და იმ ნაპირისკენ გადის. თუმცა იმასაც არ ამცირეს პატრონი ედიშერ. აი თქვა თუ კი ვინმე თქვა ათეისტი ან მუსულმანი, ქართველი თავის ერს კარს გაუკეთებს, ამას კი არ ამცირებს. ეკლესია უბრალოდ წმინდანობის პოზიცია. აი ხაზგასმით აღნიშნე რომ თვით ერეტიკოსებსაც კი თუ რამ ღირსეული უთქვამთ, ეკლესია პატვის მიაგებს და ანტიკური ავტორებიც და ყველა ეს არსებითად ეკლესიამ შემოინახა, თორე სად გვექნებოდა ჩვენ, რაც კი ღირსეული იყო, ეკლესია ყველაფერს თავის პატვის მიაგებს, არაფერს არ უგულებელყოფს, იმიტომ რომ თუ უფალი სრული ჭეშმარიტება რომ ეს სიკეთე ადამიანი აკეთებს, ათეისტმა რომ ვიღაცა გადაარჩენა და ყოფით გადარჩენას რაღაცა ღირსეული მოქმედებაა და ჭეშმარიტებაა რომ კარგი საქმე გააკეთა. როგორ შეიძლება ჩვენ ამაზე თვალი დავხუჭოთ იმის გამო რომ ის ათეისტია და ცდომილია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე საუკუნო გადარჩენაზე, საუკუნო ცხონებაზე და პიროვნების წმინდანობაზე, წმინდანი ვინა, ანუ წმინდანობის შინაარსი ის ეროვნული მოღვაწეობის ნამდვილი განმარტება ეკლესიისგან რა არის, რომ ერის გადამრჩენელი რომ არის ეროვნული მოღვაწე, ამაზე ორი აზრია და აი ერის გადარჩენა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ერის ერთადერთი გადარჩენა მაცხოვნებელი ქრისტესეული ჭეშმარიტებით აღზრდა ერისა. ანუ ამ ჭეშმარიტების დანერგვა ერში. ეს გადაარჩენს ერს, ეს გადაარჩენს პიროვნებებს, ერი არის პიროვნებად აკრებული და თვითონ ამ ადამიანსაც ეს გადაარჩენს და როგორ შეგვიძლია ჩვენ სხვა რაიმე განმარტება შემოვიდანოთ ნამდვილი ეროვნული მოღვაწეობისა, მართლმადიდებელი ეკლესიის თვალთაყ შეიძლება სხვისთვის ეს საერთოდ არ იყოს ასე თქვა მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი ფუნდამენტური სწავლება მხოლოდ ესაა, რომ ეროვნული მოღვაწე არის საკუთარი ერის გადარჩენაზე მზრუნველი, ამისთვის თავდადებული, ხოლო გადარჩენა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთადერთი მხსნელის, იმ ერთადერთი მხოლოდ განკაცებული, ხორჩესხმული, მაცხოვნებელი ჭეშმარიტების ერში დანერგვას. ესაა მხოლოდ გადამჩენელი და რა თქმა უნდა ეროვნული მოღვაწეც ამ ჭეშმარიტების დანერგვას გულისხმობს. ეხლა როდესაც პიროვნება მოღვაწეობს, ათასგვარ სათნოებას აღასრულებს,
და საქმენი შეიძლება ღირსეული გამოაჩინოს, თუ ეს მთავარი მას არ აქვს წინ, მის მოღვაწეობას თუ ეს არ უძღვის წინ, იმ გადარჩენას ვერ მიაღწევს, ერისას, ვერ საკუთარი თავისას ვერ მიაღწევს და საკუთარი თავისას თუ ვერ მიაღწევს, სხვას როგორ გადაარჩენს. ბევრი კარგი შეიძლება იყოს მის მოღვაწეობაში, ეს შეიძლება ჩვენ ძალიან დიდ ღირსებას ჩავთვალოთ ამ ქვეყნიური ხედვით, მაგრამ საუკუნო გადარჩენისთვის ეს არ იქნება არანაირად, ესე იგი, რაიმე შედეგის მქონე, იმიტომ რომ გადარჩენის მთავარი საფუძველი რაც არის, იმასაა მოკლებული. ამიტომ გადარჩენა ყოველთვის აღსრულდება მაცხოვნებელი სარწმუნოების დანერგვით და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ეს ფორმულირება ჩამოვაყალიბოთ, რომ ნამდვილი ეროვნული მოღვაწე სწორედ ისაა, ვინც აი ამ გადამრჩენელი სარწმუნოების იერში დანერგვასა და დამკვიდრებას დაუღალავად, დაუცადებელად, მოუმედგრებლად და დაუძინებელად, ეს დაუძინებელი სწორედ საეკლესიო ტერმინი გახლავთ, ეს სამწუხაროდ შემორჩა მტერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის დაუძინებელია, ის უკეთური და იმის დაუძინებლობა რომ დაძლიო, შენ თვითონაც მარადის ღვიძარი უნდა იყო, არ უნდა დაიძინო და ნამდვილი ღირსეული ეროვნული მოღვაწეები არასოდეს არ იძინებენ ერის საგუშაგოზე არიან რომ გამოარიდონ ნებათა და ცრუმოძღვრებათა წარწმედის ტალღებს. აი ესაა განმარტება ეროვნული მოღვაწესა და ასეთი ეროვნული მოღვაწეობა თავისთავად ცხადია უდიდესი საწინდარი ხდება ამ პიროვნების წმინდანად კანონიზებისა. და არა ეროვნული მოღვაწეობის ის ხარე რით აღვემატებით სხვა ერებს, რა არის ჩვენში განსაკუთრებული ბუნებითად თითქოს და რაღაც ღირსებანი გვაქვს ისეთი, რაც ბუნებითად არ აქვს სხვა ერებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენი დრო დასრულდა, ეს ისეთი საკითხი, რომ უამრავი კითხვაა, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ყველაზე საუკეთესო ნაწილი გამოარჩიეთ ამ პრობლემისა და თქვენ თვითონ დასვით ისეთი შეკითხვები, რომ ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლდათ თბილისის სასულიერო აკადემიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის გამგე პროფესორი ედიშერ ჭერლიძე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.